Sashonios. Riato Beniero. Sakartvelos. Asitseli. Kenatsuali, kilo samalkas, gaikha. Otkayıcı ot kwa alözbizia. Kwa jumberbizia. Çoros gibi bu atın topudan. Kwa cis savreşereno. Kan bab pakulan şey duo. Soy. Paijgirti xashamurtu. Oistana. Pakulan içgiriye to takyane ba irdikha sodga shoniyar irdikha içgiriye.
Ზუგდისა ჩაიშის მიტროპოლიტის ერთმანეთთან ჩვენთათვის უფალოშებით ხარენ უფალოშებით ყოველიაკა მდგომარენი და ყოველი შესვიერაკა მოხსენიებული დეკანოზი ანდრია კონსტანტინე იაკობი უფალოშებით ხარენ უფალოშებით ხარენ უფალოშებით ხარენ გინიუპაროლისაგან ჭირისა რისხისა და იწვევისა ყოვლისაგან წყულებისა სულისა და ხორცთა მიუტევება უფალოშებით ხარენ უფალოშებით ხარენ უფალოშებით ხარენ გამოხედი დალოცო ჩვენი გვარი, ამეთუ შევიკრიბეთ ეს არის ძალიან დიდი რამ იმას მე გარეთაც ვიკრიბ სათქმელაც არის. ეს არის დიდი სიახლოვე ამეთუ სადღაც 35 წლის წინ მოხდა ჩვენი გვარი შეკრება ეს გალის სტადიონში იყო ეს შეკრება. მე ღვთის შეწევრით და ღვთის წყალობით და მაგნით ხდება ისევ ფახულანში ძირძველ ადგილას საიდანაც არის ჩვენი ფესვი შონიებისა ჩვენი გვარისა მოხდა ჩვენი შეკრება ისევ უფლის მადლითა და წყალობით მადლობა ღმერთს ამ ყველაფრისთვის. გამოაჩინა ესეთი ადამიანი საგვარეულოდან როგორიც არის აბესალომ შონია და მან ეს ყველაფერი თვითონ ითავა თავისი ხარჯები, თავისი ასეთი შემართებით, ასეთი გულით ყველანაირად შეკრიბა ეს გვარი, ჩვენი გვარი ამ დიდებულ ადგილას და დაგვაახლოვა ერთმანეთს. ეს არის ძალიან დიდი ბედნიერი დღე, მინდა გითხრათ ყველასთვის, დასამახსოვრებელი. მე მაშინ 15 წლის ვიყავი, როდესაც მოხდა გალში შეკრება ეს ყველაფერი მახსოვს ეს. ახლა ჩვენ მომავალ თაობას, აი აგერ რომ არის პატარა, ხო პატარა, ამათ ემახსოვრებათ ეს ყოველთვის და მე ესენიც გააგრძელებენ ამას, რამე თუ ჩვენი გვარი, ანუ გვარი, როცა გვარი არის ძლიერი, მაშინ გვარი და გვარიშვილობა, როცა ძლიერია, საქართველოს ძლიერია. ამიტომაც გააკეთა ჩვენმა პატრიარქმა, ჩვენმა უწმიდესმა და უნეტარესა ისო გვარის კურთხევა დაადგინა და აკურთხა რამდენი გვარი არის ნაკურთხი. მაგრამ კურთხევა ეს მხოლოდ მარტო ის არ უნდა იყოს, იკურთხა გვარი და ამით დამთავრდა. არა, მერე უნდა იყოს სიახლოვე, ურთიერთობა უფრო ახლო უნდა იყოს ამეთუ. მადლი გადმოდის ამ დროს, უწმიდესი პატრიარქი გვაკურთხებს ამ დროს წყალობა და მადლი გადმოდის და თქვენ იცით რომ მადლი არის ჩვენ ნაკურთხევანთა აღმავსებელი და სნეულთა მკურნალი. და ჩვენი მიზანი ქრისტიანებისა მოვალეობა ის არის რომ მოვიხვეჭოთ მადლის სული წმინდისა. როდესაც მადლის ქვეშ ახარო, როგორც სერაფიმ საროველი ბრძანებს დიდი წმინდანი, მაშინ შენ გარშემო ათასობით ადამიანი ცხონდებაო. აი ეს მადლი არ დავეკარგოთ ჩვენ გვარს და ეს მადლის ქვეშ ყოფილიყავით ყოველთვის. რამე თუ ხვალ არის ღვთისმშობლობა, იშვა ჩვენი ღვთისმშობლის დაბადების დღე არის ხვალ და აი წინა დღეს ვიწევ ჩვენ ასე შეხვედრა, ეს მადლობა ღმერთს და დედაღვთისმშობელმა თავისი მადლი და კალთა გადმოგაფაროთ ყველა თქვენთაგანს. იხარეთ ორთავ სოფელსაშინა, როგორც ჩვენი უწმიდესი და უნეტარესი ილია მეორე ბრძანებს და გაგახარო და გაგვახაროს ქრისტეში. ეს არის მთავარი რამ. ღმერთთან ვიყოთ ახლოს და როცა უფალთან ახლოს ვიქნებით, მაშინ არაფრის არ უნდა გვეშინოდეს. ეს არის მთავარი რამ. ღმერთმა დაგლოცოთ ყველა თქვენთაგანი, ღმერთმა დალოცოთ თქვენი ოჯახები დალოცოთ, ღმერთმა მამებო დაგლოცეთ და გაგახაროთ და დაიხარეთ და გაგახაროთ. მერს ებარებოდე, დაგლოცოთ ღმერთმა. მადლობა თქვენთან ერთად. გილოცავთ დიდებული დღესასწაული შედგა და მადლობა ღმერთს მოგესალმებით. მადლობა თქვენ. ახაროთ ღმერთს.
ავანტურას რო დაუჯერე და მომბზანდი დიდი მადლობელი ვარ. გაიხარ. მაგარი კაცი ყოფილი. აი კაცი შვილი ვარ. აი შეიძლება. თენა თისის მთელი თუმცა მრავალი მთელი ვაგონიდან არა. თენა თესო ჭარანს ხეს თან მოხსო. შონება წამსა, შონება გილერა. ჩიროგოა ზამფერა. ჩირდან ბრელი. Vindi учился. Приехал сюда. Винц гашена. გაჯაშონია ჩაის. ტიტიკოს ზეშონიაკ შემეპირეს საგვარეულოს მილიონერო გნორტინუაკია ყველა შონიები ჟვარ. უმრავლესობა საგვარეულოს უმრავლესობა გალარებ დირთუ ზუგიჩე გაიშადო მათე ამბეს ვაკეთე. კი ბატონო ჩვენ აუცილებლად დაბრუნდებით. მოვისალმოთ ერთმანეთ და მოვისაყვარულოთ დღეს. დიდი მადლობა მინდა უთხრა ბატონ აბისალომს ასეთი კაი ორგანიზებისთვის, ასეთი შონიებს რო ახასიათებს, ისეთი თვისებებს რო ამჟღავნ. დიდი მადლობა ბატონ აბისალომს. დღეს თქვენ იცით, ჩვენი შეხვედრა არის მიზვნილი გალის სტადიონზე შონიების შეკრება რო იყო 35 წლის წინ. აი 15 სექტემბრიდან 90 წლის და დღემდე ბევრი ღირსეული შონია გვაკლია. მე 74-ისა ვარ და ცუდი შონია არ მინახია, ყველა ღირსეული არიან, მაგრამ მართლა ღირსეულად, გმირულად და ასე უცხოვრია და კაცურად უცხოვრიათ, როგორც დაუბარებია ჩვენ წინაპრებს. აი ყველასი სოვნა იყოს, არ დავიწყება იყოს. მე ეხლა სახელებს ვიტყვი ამ 35 წლის განმავლობაში ძალიან ბევრი შონიები დავკარგეთ სამწუხაროდ. და ჩემი თხოვნა იქნება წუთიერი დუმილით მოიხსენიოთ ის ხალხი. უფალმად სათასასუფლებელი დაუპიროს ყველას. მამაო კიდევ ამას უფრო კარგად და უფრო ლამაზად იტყვის. ჩვენი მამაო, ჩვენ ბედნიერები ვართ, რომ შონიებს ასეთი მამაო გვყავს. საპატრიარქოში დალოცვილია 2000-მდე გვარი უწმინდესის მიერ. არც ერთი გვარი არ აკეთებს ამას, მიუხედავად იმისა, საპატრიარქოში ბევრჯერ არის ნათქვამი აიღეთ შონიებისგან მაგალითიო, ყოველი თვის ბოლო კვირას. ესე იგი, ყოველი თვის ბოლო კვირას. ეხლა მე შეიძლება ცოტა შემეშალოს 120 ჯერ თუ 130 ჯერ ჩაატარა მამაომ პარაკლისი. 15 საათიდან 17 საათამდე იხსენებ ჩვენ გარდაცვლილებს და ლოცავს ჩვენ შონიებს. ესე იგი, ბედნიერი ვარ ჩვენ, რომ ასეთი მამაო ყავს ჩვენ და თანაც შონია არის, რომელიც გვაახლოვებს ჩვენ ღმერთთან. და ვისაც კიდევ ეს გრძელდება, მამაო არ მიატოვებს ამას ამ ტრადიციებს. ესე იგი, ყოველი თვის ბოლო კვირას მამაო მზად არის და გველოდება ჩვენ, რომ დაგვაახლოვოს ღმერთთან და დაგვაახლოვოს ერთმანეთთან. აი სიყვარული რო გვაქვს ყველა შონიებს და ყველას ერთმანეთი რო გიყვავს, კიდევ უფრო გააღრმავებს. მამაო, თუ შეიძლება ერთი დაგლოცეთ და ღმერთმა დაგლოცოთ, ღმერთმა გაგახაროთ, ღმერთმა გაგაძლიეროთ, მადლი უფლისა იყოს თქვენზე და რომელიც არის ნაკვლევანთა ჩვენთა აღმავსებელი და სნეულთა მკურნალი. დალოცვილები გამყოფოთ უფალმა ღმერთმა. მადლობა უფალს, დღეს ჩვენი გული ხარობს, რამე თუ ჩვენ ერთად შევხვდით, ერთი გვარის წარმომადგენლად უყველადი ერთმანეთს შევხვდით და დაგვაახლოვა უფალ და უფლის ტაძრის წინაშე ვდგავართ. სადაც უფალი ბრძანებს, სადაც 2-3 ადამიანი შეიკრიბება ჩემი სახელით, მე მათ შორის ვარ. უფალი არის ჩვენთან ერთად და უფალი ყოფილიყოს ჩვენთან ყოველთვის. რამე თუ ჩვენ უფლის გარეშე ადამიანები არაფერი არ აღვთ. რაც არ უნდა გააკეთოს ადამიანმა ამ წუთის სოფელში, რაც არ უნდა იშრომოს, რაც არ უნდა ამ წუთის სოფლის რამე მოიხვეჭოს, თუ მადლის ქვეშ არ არის არაფერი, ის არაფერი არ არის და მას არაფერი არ გაუკეთებია ამ წუთის სოფელში. თავარი არის ღმერთთან სიახლოვე. ღმერთთან
გვაახლოებს ჩვენ დედა ეკლესია. წმინდა მამები ბრძანებენ, ვისთვისაც არ არისო დედა ეკლესიაო, მისთვის მამა ღმერთი ვერასოდეს ვერ იქნებაო. ამიტომ ეკლესიის წიაღში ყოფილიყავით ყოველთვის უფალთან და თავისი დედობრივი მადი და კალთა გადმოეფარო ჩვენთვის ყოველთვის დედა ღვთისმშობლს. 35 წლის წინ მოხდა გალში შეკრება, მე მაშინ 15 წლის ვიყავი და მაგრამ ახსოვს ეს ყველაფერი. ახსოვს რომ აი ესეთი რამდენი ადამიანი შეიკრიბა სტადიონზე. ეხლა აი ეს ჩვენი პატარები, რომლებიც აქ იმყოფებიან, აი ეს ამ პატარებს ემახსოვრება ჩვენი ეს შეხვედრა. მე მადლობ უფალს პირველ რიგში, მადლობ აბესალომ შონიას, მადლობა, იმიტომ რომ ადამიანმა ნამდვილად ისეთი რამ გააკეთა, რომელიც არის სხვებმაც კი გამოხატეს ის თანადგომა გვერდში დაგიდგებითო ყველაფერ, მაგრამ აბესალომ საგას სიტყვა ნათქვა, მე ვითავე ეს და მე მინდა რომ ეს ბოლომდე მივიყვანო და მართლაც ასე არის რა. მართლაც ასე არის ეს ყველაფერი, რაც აქ ხდება და რაც არის კიდე ეს ყველაფერი არის ამის ორგანიზატორ აბესალომ შონია. ღმერთმა დალოცოს, დაგლოცოთ ღმერთმა, ჩვენ ემახსოვრებით ჩვენ შვილებს, შვილიშვილებს, მათ შვილებს, აი ეს დღე ყველას ემახსოვრება. და ერთმანეთს გადასცემენ. ეს დიდი ბედნიერი დღე არის, მინდა გითხრა და დაგახაროთ ღმერთმა ყველა. თქვენი ოჯახები დაგლოცოთ, დაიხარეთ და იხარეთ და ითღეგრძელეთ ორთავ სოფელსაშინა. ხვალ არის ღვთისმშობლობა და დღეს ღვთისმშობლის პარაკლისი გადავიხადეთ აგერ ჩვენ და დედა ღვთისმშობელი იყოს თქვენი მფარველი და მალე დაგვაბრუნოს ჩვენს აფხაზეთში. ეს არის აუცილებელი. აფხაზეთში დაბრუნებული. ღმერთმა დაგლოცოთ და ღმერთმა დაგახაროთ. ვინც იყო გალის სტადიონზე გამახსოვრებად ერთი ლამაზი კაცი, შონიები ყველა ლამაზები ვართ. ბატონი დავითი, პედაგოგი კაცი, მათემატიკის პედაგოგი კაცი, სული და გულით პედაგოგი, ეტლით შემოუარა სტადიონს. ესე იგი, რა ვიცი, აი 6000-მდე ვიყავითო. შონიები უმრავლესობა იყო, რა თქმა უნდა, სიძეები იყვნენ, ძლები იყვნენ. სიძეებზე აი შონხები არიან დაჩხერლენგანია შონხები. შონხე მინოურდუნთი ოჯახის აუცილებელია ოვილერს ვილინდეს მუშენ და ართ ოჯახის ვარ ჟირო ოჯახის სუმ ოჯახის კუჩხის გიორინოა. მაჟია ხოლორე შონიებს ოჯახობებ ხოლო მანგარო ელორენა გვერდით. მას შემლებ ასე შილებე გამომხატე მუსკუალა მოგონ რეთ რდოთ ისალ არტ კოჩ ჯგირ კოჩ 4 სკუაშ პატრონ პატაშონია ნამდვილ პირველ გალშა მინორთესն პირველ მოდას მე딘 თეკოჩი թե ოჯახობა მუშ კაბატონ ზოია ოშ ეჟდოვიჩარე გნოვლირ ინგრს ზოთონჯის და ზაფხუჯ თეოსურ გირფელ დოგორ ოშ ეჟდოვიჩა ოხალასკერდო მუნქალ ბადო მიმოზაშონია წერმიდგინით ყოჩის გილავილანდის მიდგას ზერინდესնդო თენას ვაშკური ესე იგი მუშმან წარა ნოროფი ოჯახდო თიშონიებს ნამდგას ოთხშონია საქართველოს ურდუნ ბედნიერებარე მამ უშტყველა მოგო ატაგასე დივიზ რეჩკინ კარწყეთ ჩიმოგული მას სიტყვას მევჭან ბატონ ჯემალ ართ სული ჩამბილით დი გაის მუდგაკ შეხვედრა კი მასვით 20 სექტემბერსან არც სული ჩამბილით ართ თიკოჩი ნამდგა შონიებ შილebe სიამაყეთ მათქვენა ნამთინ ბრელ გვარზვა უნსკოჩ ნამდგა საქართველოს დამოუკიდებლობა გამაცხადენ თის ხაბ მოჭარილი შენ და ასახელენ ჩკინ გვარს იდხას მიუხედავად იმისა ბევრი გაჭირვება გადაიტანა ბევრი ის მაგრამ გვერდით უდგას ამ ჩვენ მოძრაობას და ლიდერობს რატომ უყვარს რო არ უყვარდეს ისეთ ლამაზ ლექს ვერ დაწერს მაშინ ჯემალი მუშაობდა გალის რაიონული გაზეთი იყო და იქ თანამდებობა ჰქონდა რედაქტორი იყო რაიონული გაზეთის და მოვიდა ასეთი აზრი როგორ მოვიდა ბოლისიდან მიიღო წერილი რედაქცია რა თქმა უნდა ჯემალის ნად გაიარა რას წერენ ახლა ისე კი ხალი ამბობს ჩემი
ნუ იყო ერთი არსენა შონია ბოლნისში მუშაობდა აგრანომად და ერთი ულამაზესი ქალი აი მე მოესწარი იმ ქალს და აი ყველა შონიები ბევრი ვიყავით იქ სტუმრად ბოლნისში ბატონ კოლიასთან ულამაზესი ქალი მართლა ჯარში წაიყვანეს ეს კაცი და ბავშვი გაჩნდა ბატონ კოლია აქ არის თხოვეთ მოვიდა ბატონ კოლია თხოვთ ესე იგი ჯემალიმ ეს გამოიძია ასე ვთქვათ და 10-15 წელი ეს ქალბატონი აი მე რო ვიძახი ცოლებში უმართლებს შონიებს მეთქი ელოდებოდა თავის ქმარს ულამაზესი ქალი ნუ ერთი სიტყვით 15 წლის შემდეგ გათხოვდა და უთხრეს მამობილმა უთხრა კაი კაცი მეტრეველი ცხონებული აცხონოს ღმერთმა აქ შონიები არავინ არ არისო ბოლნისშიო და მეტრეველები ბლომად არიანო და მოდიო ჩაეწერეო იმათ ამ კაცმა ისე პატარა ნუ პატარა ახლა 15 წლის პატარა არ არის ვარი თქვა ისე წარმოიდგინე მამა არ უნახია არც ერთი შონია არ უნახია და ჯემალი მოუწყო მაშინ იქ 90 წელს გამოაცხადეთ აბა არსენა შონია სად არის ვისი ნათესავია და რა არის ისე ნახევარი სტადიონი ტიროდა აი ეს ამის ორგანიზებაც გაუკეთა იმის გარდა რაც გაუკეთებია და აკეთებს დღესაც კიდე აქ ჩვენ გვესწრება აფხაზეთიდან გადმოვიდა ბატონ რაბოს ქალიშვილი აქ არის გაჩვენეთ თუ სურვილი ექნება კი არა შონიები თხოვს სიტყვით გამოვიდეს კი და აქ არის ეს ბატონი ნუგზარის დამსახურებაა ჩვენი შონიასი ორგანიზება გაუკეთა 20 არ მახსოვს 22 კაცს გადმოიყვანა გალიდან გადმოვიდნენ აქეთ და იქ ახლა ჩვენ არ ყოფთ აფხაზი შონიები ის მეგრელი შონიები ყველა ერთი ვარ და ერთი სისხლი და ხორცი გვაქვს ბატონ რაბოს დიდი წვლილი აქვს ახლა აღბასკონის თავმჯდომარეც იყო თანამდებობაც ჰქონდა ავტორიტეტიც ჰქონდა ბევრი ხანი მუშაობდა რაიონში და მე მინდა ბატონ ტარიელ შონიას რომელიც 22 წელი ხელმძღვანელობდა ღირსეულად საგვარეულოს ბევრი რაღაცა გააკეთა ბევრი რაღაცა ახლა შეკრება ისე უცებ არ მომხდარა ახლა აქ იციან ბატონი კუკური კიდევ და მიმოწმებს ამას აქაც ბევრჯერ იყვნენ ჩამოსული სამუშაო ჩატარდა ბატონი ტარიელი ჩართული იყო ამ ბავში იმ დღეს აღაჭაღეს ბატონ კუკურის ოჯახი და მამამისი გარდაიცვალა მაგრამ ჭირდა მაინც მაგრამ დადიოდა ეს შონიები ეს საინიციატივო ჯგუფი ესე იგი გულით უნდათ რომ შეეკრებათ ეს ხალხი ესე იგი ამის გარდა რომ დადიოდნენ ერთმა შტომ გააკეთა გენეალოგიური ხე ეხლა დიდი ისრომეს ბატონმა კაკო ტარიელის მამამ შონიასი ბატონმა ღუდა შონიამ შვილებმა კიდე 61 წლის შემდეგ ეს გააგრძელეს იმ შტოს აქ ბევრი ვარიანტია რო იცოდით შონიების ის ერთი ყველაზე გავრცელებული რო არის ჩარკვიანებიდან ავართო არის ეს იმიტომ რომ 30-იან წლებში თავრობამ დააყენა საკითხი რომ შონიები გადასულიყო ჩარკვიანებზე მე რატომღაც ჩაიშალა ეს რა ამის გარდა არის სულ სხვა გვარის ვიყავით ახლა საღლიანს რომ მოусვინოთ თქვენ ახლა კი მეცნიერი კაცია პოეტი კაცია მაგრამ იძახის და ამტკიცებს ინტერნეტში შეგიძლიათ ნახოთ დაძდევდა ამ სამ ძმებს ესე იგი კონკურენტები იყო დადაშკელიანების იმიტომ სადაც დაინახავდნენ იქ ნუ ამოწყვიტეს და იმიტომ არავინ არ მოუკლიათ მეორე ვარიანტი წამოვიდნენ და ჩამოვიდნენ აქეთ ჩვენთან ეხლა 2 წლის წინ მოვძებნეთ შონიები მარტვილში რამდენი იმას ვეცადე ვერ დაუკავშირდით აი გამგეობა რამდენ ცდილობდა ვერ ვნახეთ მაგრამ ბუნება მისეკნა თოჩი მუშაობს ბატონი თენგის შონია არქიტექტურულ სამმართველოში ესე იგი რა ვიცი აი რატომ არ ვიცნობდი იმას ახლა რომ ვიცნობ 10 წელია რატომ არ ვიცნობდი დაუშვათ უფრო ადრე გიორგობა დღეს დაგვპატიჟა
მარტვილში აი ალერტის წმინდა გიორგის ეკლესია არის და იმის გვერდით არის კაი ლამაზი სოფელი. მე რისი თქმა მინდა ეს შონიები იძახიან ჩვენ ჩარკვიანები არა ვართო აბა ვინახართ კიდევ სხვა გვარი თქვენს და ასე რამოდენიმე ახლა ხუბრობით კიდევ ამბობენ გერმანულად ჩონ არის ლამაზი მაგრამ ჩვენ ვიცით რაც გადმოცემით გვაქვს და ჩვენ მოვამზადეთ ჟურნალი და თხოვნა იქნება ისე ნუ დაიშლებით რომ ჟურნალი არ წაიღოთ ყველა შონია 30 გვერდიანი ჟურნალია მოკლედ რაღაცები აი ბატონ აბესალომის რჩევით ბატონ ჯემალის რჩევით ბატონ იურაშონი რჩევით და გავაკეთეთ ჟურნალი აი თხოვთ მაგრამ ესე იგი პირობა ყველამ ჩავიწეროთ გვარი ყველასი ვიცით სახელი მამის სახელი და რომ მომავალში ბატონი აბესალომი გვავალებ ჩვენ რახან იმათმა გენეალოგია გააკეთეს და აქ ნაწყენი დარჩა ღეჯიას გამნარყიო რო იძახიან მარტო სხვა რა სხვა გვინდა ელექტრონული გენეალოგიური ხე გავაკეთოთ კომპიუტერში ეს მე მგონია ცოტა დროის ამბავია მაგრამ ამისთვის თქვენი დახმა თქვენ თუ არ მოგვაწოდებთ იმ ინფორმაციას მაშინ არ გამოვა არაფერი და ეს მომავლის გეგმებზე ეხლა იმ დღეს კიდევ 15 სექტემბერს აი რო დავინახე აი ყველა შონიებია ყველა არ ყველას არ ვიცნობ ისეთი გზნობა ქონდა რა ვიცი აი ვერ წარმოიდგენთ აი ყველა შენია არავის ის ცუდი აზრი არ აქვს მე მაბატიეთ გამიგრძელდა ის სიტყვა მაგრამ რა ვიცი აი ბატონ ჯემალის ვთხოვ მოგვესალმოს და მოგვილოსოს დღევანდელი დღე და გაიხსენოს ის ამბავი აი რითაც დაიწყო ეს მოძრაობა 90-ში მოგესალმებით ვიფასებო დღევანდელი დღე არის ამაღლებული განსაკუთრებული და მე მინდა ყველას ქალბატონებს ბატონებს მოგელოცოთ დღევანდელი დღე და მე ისეთი გზნობა მოკითხოს და 14 წლის წინათ ხედავთ შონიებს იმდენი ხართ მადიმდენი არა მაგრამ იქ 4000 შონია ესებოდა ყველას და აქ წუთიერი დუმილი თქვით და მე განსაკუთრებით მინდა დავიწყო ერთი ადამიანის წუთიერი დუმილის პატიმრის აგებად ეს არის ერთ-ერთი ინიციატორი შონიების საგვარეულოს კავშირის შექმნისა და სტადიონზე შეკრებილი შონიების ერთ-ერთი მოთავე ეს იყო ოქუმელი ვახტანგ იასონიძე შონია რომელიც მე მოგლეს გარეწევა შევადნაძის ავაცახსენებელ დროს აქ დანარჩენი ყველაფერი ითქვა შეგაწუხებთანით მარტო ის მინდა გითხრათ რომ თავარი რაც არის ჩვენი ერთობა აი ახ რო წერია ძლიერი ლარი ძლიერი სამშობლო ეს არის ლიტონის სიტყვები ჩვენ შონიებმა უნდა გავაძლიეროთ ჩვენი ოჯახები კი არა მარტო არამედ ჩვენი სამშობლოც დავდგეთ ერთად ჭირში და ხინში და ვისწავლოთ თანადგომა და ვისწავლოთ ყველა გვარისგან ჩვენი მაგალითი რო გადაიღოთ მე გეტყვით ერთ პატარა ფაქტს 1990 წლის ოქტომბერში არჩევნების წინ რაცა მე დამამტკიცეს დეპუტატობის კანდიდატად სვიად გამსახურდია მე იქ ვინც იყო ყველას ასე უთხრა მომავალმა საქართველოს პრეზიდენტმა მიბაძეთ შონიებს რომლებაც შექმნეს საგვარეულო კავშირი საგვარეულო კავშირებმა უნდა გააკეთონ ყველაფერი საქართველოს ძლიერებისათვის და დემოკრატიისათვის ჩვენ აი ასეთი მისაბაძები ვარ და ყველას ისურვებთ კარგად ყოფას ჯანმრთელობას დიდებას ბატონ აბესალომს მე ვუთხრა დიდი მადლობა და აქვე მინდა თქვა ერთი რამ რახან ინიციატივაზე არის საუბარი ჩვენთან იყო სხვადასხვა აზრი რომ დღევანდელი წლისთავის 35 წლისთავის აღნიშვნა ყოფილიყო ან ზუგდიდში ან წალენჯიხაში ან თბილისშიც კი მაგრამ ამისი მეთაური არის ერთი შონია რომელიც დგას ჩვენთან ერთად ეს არის ბატონი იური შონია
რომელმაც თქვა, რომ შონიები უნდა შეიკრიბონ თავიანთ ძირძველ მიწაზე, ეს არის ფახულანი. ის რაც ხიდთან არის წარწერა. მე ასე მგონია, რომ მიუხვდნენ იურა შონიას და ყველა შონიას და თანათაქვებით, რომ ეს იყო ძირძველ მიწაზე ჩვენი შეკრება და ნუ მეგვეშალოს ჩვენს მიწა. აფხაზეთთან ვართ დაბრუნებული ყავით ჩვენ აფხაზეთში და გვენახოთ ძლიერი საქართველო, ერთიანი საქართველო. გაიხარეთ თქვენ. გამარჯობა ძირფარ შონიებს, მიგესალმებოდ. ხო, ბედათ ოიცანას. ასე ამგარეთუნ ძურა ხასიათის. გაუმარჯოს ფახლანი შონიებს. ჩქინი ძირძველი დიხარ შონიებს. გაუმარჯოს აფხაზეთში გინული შონიებს. თბილისს, ხობარეთს, ხოთარეთს, სრულიად საქართველოს შონიებს. მაგ გამარჯვებას ურაგადო თავრიშა ამდღა. შონიებ დოშაყარი ზართიან ამერიკას. შონიები ამერიკაში უღლა სათაო. მუჭო ჩქიმიღნა ამდღა შეხვედრა. 1 სექტემბერს ინთეშ აღვენონა 4 ოქტომბერს შონიებს ამერიკაში. ორთი გამარჯობა წარმატება უსურვათ ეს ამდღათეკ ჟანიჟო ხუთმარა აშო დურთინდა მონეფიში სამშობლოში და უზინებდა შონიობა ჩამთება და ბედნიერობა თინ წარმატებას მოსვეთ ეგრე შონიებს მა მართად შონიებს საერთოდ ჩხონაფილი ჟირია ანთას ჩხოროშ ოთხონეჟო ჩხორო რიცხის ტიბე კონფუციის სამწუხაროდ აფხაზეთის დისკოა მიწო ბაგავში შხონაფი მურეთია თეშონია მუბედურე პრეტია ბოშ ვარალეთია პროფესორი ვარალეთია ბედურე ვარალეთია მახინე გეშომხიდია შურ ვაგოსოლუდია სილდა შუროვა მათავრიშო მივე სალმები უჩინ მარინას ჩინ დაიკოს გაიცხოვრეს ბაგავში მეულეს მორთი ამდღა შეგაწუხი დარტაკ მარა ეს შინაარსი დიდი მადლობა მორთით მოზოჯით და ეს არ ყოფილიყო ზარდპირველი და არც ბოლო ხოლო ქობედა სადა ხაიგაზე მოკატთან თინებჩე გაგზელინა ისიშა ამდღა ჭუმე გეღალ თქვა ქობედა ჯირო ხვამელო ჯამთელო ბედნიერებას გისურვეთ უნჩაში სულაში განსაკუთრებით დიდი მადლობა ჩქიმდე უნჩაში, ჩქიმდე მახანე, ხალბატონი, ჟირჩე მადლობა, ჟირ მაგ მადლობა, მოზოჯით, იწუხით და გამდგა. მადლობა, ხანდასმულ ბატონ მამაკაცებს, მოზოჯინი. მესიყვარულები ახალგაზრდა და ხალბა გოგოებს. იციან შონიობა, შონიობას ფასი. მოდი, და, ხამა ათეშ, არის ახალ თაობას. მომავალი ქოშებდა ჩქიმ შონიებს. Skills from me, Sakordut mouse for a quite global campaign. Tsama komandaya koptuat stechekaki muhakagardians kilobzar sigekoptat vesqarulo dertvanets chavexudo dertvanets daeqofiligos ჩვენი შეხვედრა მრავალ ჟამიგერი დიდი მადლობა გაიხარ მეგობრებო ერთი რომელიც 4 წელია თვალის ჩინი არ აქვს ბატონი დათიკო შონია უჩამჭირელი კაცი განათლების სამინისტროში მუშაობდა წლების მანძილზე აი მე მიხარია ის კაცი რომელსაც აი მარტო სიარული არ შეუულია გამონახავს დროს და მოდის და უსმენს მამაოს და რა ვიცი აი ისა და ბატონ დათიკოს მივცემ სიტყვას მოგვესალმება აი ბატონი დათიკო არის ოჩამჭირიდან სოფელი ნიიდან მაგრამ სოხუმში ცხოვრობდა ბოლო წლები გომორძგუა დადო ჯიმალები გომორძგუ ამდღა ეჩდოვი თოხუტანაშ დუდირე გარკვეულ დროგ მიდართ ნახადო ამდღა ათე დრო ეჩდოვი თოხუტანას თვალემს მა დიდ მადლობას მოაშინანք ღონისძიებაში ხელმძღვანელებს ღონის დუდგათას შონიების დუდგათა ჩქიმი ოქრო დადო ჯიმალები ვაგგო ჭორდან ჯეშიკ
ირიათო ჯვეშ ვაშენათ ახალ ახადო შევქმნათ უდიდეს უზარმაზარი მომავალი თიჯგვა მომავალი ნამ მომავალი ჩქონი დიდ იბერიაში ერთგული და გომარჯვილი ვაფუნა ირონი ჩემო ძვირფასო დებო და ძმებო ჩემო ძვირფასო შონიებო თქვენ ისტორიული ხალხი ხართ თქვენ ისტორიული წარსული დაგაჩნიათ და მე ბედნიერი ვარ რომ ამ გვარის ერთ-ერთი რიგითი წარმომადგენელი რო გახლავართ ჩვენ ყოველთვის ვიყავით წარსულით და ამ წარსულით ჩვენ მომავალს ვაკეთებთ და ვქმნიდით ასეა დღესაც ასე იქნება ხვალაც და ჩვენი იბერია შონიების გვარის ყოველთვის ყოფილიყოს როგორც შონიებს ჰქონდათ დიდი მედროშე დიახ დიდი მედროშე უნდა იყოს შონიები ჩვენი სამშობლოსი არ დაგავიწყდეთ სამშობლო დედამიწის რომელ კუთხეზედაც არ უნდა ვიყოთ ეს იქნება შეერთებული შტატები ეს იქნება დიდი ბრიტანეთი ეს იქნება სხვადასხვა კონტინენტები მაგრამ არ დავივიწყოთ ჩვენი ღირსეული ოდაბადე არასოდეს ჩვენ ამითი ფასდებით ჩვენ ამითი ვამაყობთ და დიდება დღეს აი ამ ინიციატორებს აბესალომ შონიას ოთარ შონიას სხვებს და სხვებს ყველას ჩვენს მომავალს რომელი მომავალი აი ამ წარსულზე აღიზრდება არასოდეს ცუდი არ გაგვიკეთებია არც გვახსოვს წარსული ცუდი და მომავალი კიდევ უფრო უკეთესი უნდა გახდეს მადლობა ყველას მადლობა თითოეულ შონიას ძველს ახალს მომავალს და ჩვენი სამშობლო იბერია გაბწყინებულ ყოფილიყოს მადლობა ჩვენს ზაქარიას ჩვენს ღირსეულ სასულიერო პირს ჩვენს წინამძღვარსა და წინამძღვარს ქრისტეს მადლი არ მოკლებოდეთ და არ მოკლებოდეს შონიებო ღმერთთან ერთად წინ სამშობლო თითოეული ნაბიჯისაკენ თითოეული გამარჯვებისაკენ ამინ მესალმებით ძვირფასო შონიებო პირველ რიგში რა თქმა უნდა მესალმები ამ ჩემ სადაც ბაბუა ჩემმა პირველი ნაბიჯები გადადგა ფახულანელ შონიებს მე ძალიან მიყვარს ეს სოფელი ხანესხან ჩემ ოჯახის წევრებს ვეუბნები რომ კარგად ვარ მომეფერებით მივდივარ ფახულანში ვყიდულობ სამოსახლოს და გადავდივარ ფახულანში მე ძალიან მინდოდა ჩვენი გვარის დალოცვის დღე და ჩვენი ხატის კურთხევის დღე 9 ნოემბერი გასული წლის 10 წლის იუბილე აგვეყნიშნა ამ ტაძარში ამის მიზნით მე შარშან მე და ჰამლეთ შონია ჩამოვედით აქ რომ გამეხედა რა მდგომარეობა იყო რა სტადიაში იყო და იყო თუ არა იქნებოდა თუ არა შესაძლებლობა რომ აქ გავგემართა 10 წლის იუბილე მაგრამ 10 წლის კი არა აი 35 წლისაც ცოტა ეს გასაგები მიზეზების გამო გაჭიანურდა ამ ტაძრის შენებულობის დასრულება მიყვანა იმ კონდიციამდე რომ აქ ჩვენი ხატი ჩამოგებრძანებია ხა ვინც მოილოცა ჩვენ ხატთან წმინდა გიორგის ხატთან რომელიც მამა ზაქარიამ და ჩვენი საგვარეულო წინამძღოლმა ბატონმა ოთარემ და თელმა შონიებმა რო გადავწყვეს ეს ხატი პირველი როცა გამოვიდოდა თბილისიდან პირველ რიგში უნდა მოსულიყო მხოლოდ და მხოლოდ აქ ამ ტაძარში მაგრამ ახლა კეცხედავთ კარიც არ არის რაღაცა და ღმერთვაქნას მალე დასრულებული იყოს ამ ეკლესიის კურთხევაც მე შვილი და ძალს ვეუბნები მაცალე ცოტა ერთი 5 შვილიშვილიდან ერთი მყავს მოუნათლავი და მინდა სახელმწიფო ამ ტაძარში მოუნათლო თანაც ამ ბავშვის ნათლია შონიხე ქრისტინა შონია აქაური ფახულანის მკვიდრი ხო და ჯერჯერობით ვერ ხერხდება და დავიცი მოგიწოდებთ ყველა შონიებს ახლა მე შარშან 8 აგვისტოს რო ვიყავი აქ
მაშინაც დავდე წერილი მოწოდება გამართოთ შეჯიბრებები ჯერ შონიებს შორის, მერე მოგვაძავენ სხვაგვარიც და რაც შეიძლება სასწრაფოდ დავასრულოთ ეს ტაძარი მეთქი, მაგრამ ღვთისწყალობით დასრულდება, აბა რა იქნება. ხო და რაც შეეხება ახლა ჩვენი 35 წლის იუბილერო ჩატარებულიყო, მე იქ თუ გახსოვთ ქვემო წელაშიც გამოვიდა პაიშონიები ერთი, მე 20 წელი არა ვარო საქართველოსიო, მომიგროვე პაიშონიებიო, სასახლეშონიები 200 კაციან სუფრას გესრულობა და ნუ იმის შემდეგ დაიყო გერმანიაში, თურქეთში, მოსკოვში და გავიდა ერთი წელიწადნახევარი და როცა ზეიმობთ წელიწადში 23 ნოემბერსა და სუფრასაც 700 კაციანი მინდა გავაკეთო. რა თქმა უნდა, შენ ხო არ გაგიჟდეთ 700 კაციანი როგორ არა ახლა კი შეიძლება გვერიოს ისეთი ნათიარი იქ იმ ადგილას სადაც ჩვენი საძვალეა ჩვენი წინაპრების იქ თუ ისდან თახნონი ვაცმოსილი პედაგოგი ქალბატონი მანონ შონხე ხო არც ისე პატარა ვიყავი რომ არ ვიყავი რომ ვერ წავსულიყავ. სოციალური ქსელებიდან ძალიან ბევრ შონიას ვიცნობ. ყოველთვის ვცდილობ რომ რაც შეიძლება მეტი გავეცნო და მოვისწავლო. ყველას ვეკითხები ვინ საიდან როგორ და ბევრი ნათესავი. ასე გავიცანი ბატონი. ზე იყო ლაპარაკი და ხატი ჩვენ დაგვიწერა ის ჟურნალებს რომ დაგირიგებ, მაშინაც ნახავ. ხატმწერი არის ასეთი, იყო განს გასვენებული ჯორჯიკია გიორგი. ეს გავიცანი თურქეთის საზღვარზე, ესე იგი თურქეთის საზღვარზე პირველი რაც შედიხარ მეჩეთია, აქეთ აშენებენ ეკლესიას. და ამ ეკლესიაში შევხვდით, ამ შენებარე ეკლესიაში და დავიწყე ახლა ჩვენ გვარზე, რომ ჩვენ ვართ შონიები, ჯორჯიკიები, დემურიები, ამა გააგზელა. ჩემზე უკეთესად მომიყვა შონიების ამბავი. როცა დადგა ხატის დაწერის პრობლემა იმიტომ რომ შეიძლება იქ გადაიხადო რაღაცა და გააკეთო და ამ კაცმა ფულის გულიზე კი არა, მართლა სული და გული დაწერა ეს ხატი. ეს არ არის კიდევ გეუბნებით ასლი, რაღაცა ისე გაკეთებული. თვითონ იმ კაცის გიორგი ჯორჯიკიას დაწერილია ეს ხატი, აქაა დამბრძანებული. შეგიძლიათ ნახოთ და მოილოცოთ. ესე იგი ხატის ამბავი რო დადგა ჩვენ ბატონმა როლანდ ჩონიამ აქ არის როლანდი ექიმიც არის, იურისტიც არის სურამში. ხოდა იქ გადმოგცემდოთ წმინდანების ნაწილებს, რომელიაც ჩაბრძანებული ჩვენ საგვარეულო ხატში. აი ჟურნალში ნახავთ, რომელი წმინდანების ნაწილებია იქ. უდეშა მიდამყურეს. მამაო, ანც გასვერებული ამერიკაში გარდაგვეცვალა. ჩვენი სტუდენტი იყო ტექნიკური უნივერსიტეტის მამუკა იგორიზე შონია. გუშებოდა კიდევ მეგონი ახალწლამდე გაგვაჩერებდა. აი ასე დაგლოცა და ისე გამოგვიშვადა. მე მინდა ბატონ ჩვენ ადვოკატს ექიმს შონიას ბატონ როლანდ ხო ამაღელვებელი წლებია, ძალიან ბედნიერი დღეა. ჩემი გვარი სამდე წარმოგედგენთ როცა ვარ და უყურებ ამ სიყვარულს, ამ ერთობას, ვიდრე უფლის სახელით იკრიბება ამდენი ადამიანი ერთი გვარიდან ის გვარი ნამდვილად დალოცულია და უფლის მაგ და წყალობა არ მოაკდება, რამე თუ თვით უფალი ამ დროს ჩვენთან არის. მოგესალმებით, მოგეფერებით დიდი სიყვარულით და მოკლედ ძალიან საამაყო და ძალიან ბედნიერი გვარი გვაქვს, რომელსაც შესანიშნავი ხელმძღვანელები ყავს, შესანიშნავი წარმომადგენლები ყავს. ბატონი ოთარი გადაყოლილია მოკლედ ამ ჩვენი გვარის ასე რომ ვთქვათ საზოგადოებრივი კავშირის მართვას, ხელმძღვანელობას, თავისი ტელევიზიით, თავისი ვებგვერდით და თავისი ყველაფრით, რასაც ქვია. ბატონი ჯემალის ლექსები ხო საერთოდ ბედნიერებაა, როდესაც კითხულობს საოცარია. ბატონი იური საერთოდ არ ვიცი თუ ეძინა ეს დღეები იმდენ დეტალზე გამახვილებდა ყურადღებას, მათ შორის გალობლებიც ცოტა პრობლემა შეიქმნა.
ეპარქიაში რაღაც შემთხვევა მოძღვარია გარდაცვლილი და ამიტომ ესეთი დღე აღმოჩნდა, მაგრამ მოხერხდა მაინც მისი ასეთი ძალისხმევით მათი მომზადებაც და მოკლედ ყველაფერი ძალიან ლამაზადაა და ყველაზე განსაკუთრებული და ყველაზე დიდი მადლობა ბატონ აბესალომს უნდა უთხრა, რომელიც არა მარტო დღეს არაერთი დღე აქვს მიწვილი სწორედ აი ამ ჩვენ საგვარეულო შეკრებაზე ამ სიყვარულისთვის და ამ ყველაფრისთვის და ბატონ აბესალომ დიდი მადლობა. ძალიან იშვიათობაა თქვენისთანა ადამიანები, რომლებიც ასე განსაკუთრებულად გამოხატავენ სიყვარულს საკუთარი გვარის მიმართ. სულ ბედნიერად და გახარებულად მზადდებოდეთ ყველა. დიდი მადლობა, დიდი სიყვარული და გვერდოთ წყალობა მოგეთ. ყველა წამოწყებაში რა ვიცი და ძალიან ინიციატივიანი და ისეთი მეგობარია ბატონო ირაკლი რევაზის ძე. ორ სიტყვას გეტყვით მამაზე. ეს ოჯახი რო გავიცანი, ესე იგი ძმები შონიები ცხოვრობენ ერთმანეთზე მიყოლები. ხობის წიგნი რო დაწერა, ბატონი ნოდარი შონია იყო. ერთ-ერთი გალში იყო და ბატონი გენადი ბიძამისი. და მოვხდი სტუმრად 92 თუ 13 წელია და იცით რა არეულობაა და რა ამბავია. ჩვენთან ასე არ არისო მიღებულიო. როგორ? ბებიამისი მეუბნება ხარებახე. ურე ეთევრე უნჩაი ჯიმაჟუდე შეგვენია გამნორთიდიო. თეგოგვენია დიხვამენია. იგულ ოშკარს, უგულ თეკია დო. ასე არ ჟირჭერკა ხო ირდიხას გებიჟო. არ სიტყვა დაცეცალ ტრადიციული ხალხრება. ბებიამისის ის ეხლაც მახსოვს. შვილი ადრე გარდაეცვალა მამამისი 32 წლის იყო ულამაზესი კაცი. შელხე დედამისი. რა ვიცი, წყინვალე ოჯახი და წყინვალე ის და იმიტომ თხოვეთ ჩვენ და რამოდენიმე წლის წინ ხობელებს ჩაუდგა სათავეში. ჩაუდგა რაში? სიყვარული, გული და სული. ამიტომ შეკრებები რო იყო და ზოგმა ისე გაშიხრა შონიებს შეკრებები ქონიაო. აბესალომმა სპეციალურად ორჯერ შეკრიბა ხობში ცენტრი არისო რო დაგვეგმა დღევანდელი დღე და იქ ისეთი ყურადღებით და სიყვარულით გამორჩეულია ჩვენი რევაზის ძე, მეტი არ შეიძლება. თქო ის წაიმანეს და არ პატიურდი ასოდეს შემთავს როგორი ასეთი და 10 წელს წინ საშონიები ეს კომპანიების დღეს ორგანიზაციაში ხობში არის საშონიები სოფელშია საშონიები და არა უბანს ორი ოჯახი თუ არის შონიების ყველა საშონიების ოჯახი მეგობარი ბაგანასი შეიძლება პასუხშია ვარ და ჩვენი ჯიმის ჩემი სურვილი არის რომ თითოეულმა ბავშვმა თომა შონია ვიცოდეს ჩვენი გიმნი თავიდან ბოლომდე შეხვდა საჩი მაქსიმი და ალექსანდრე კლას ასე იწყება შონიების იმი სამსახურშიც კი ზოგჯერ მაგაზე ხალხს და შონიების იმი იწყება დილა წინაპართა გამორდება სადაც დევი და შონი მაგრამ მასზე ერთეულად მოდის გვარი შონია ერთზე სადაც 600 კაცი იყო ბატონ დულო დანიელ შონიას ოჯახში ბარღებში იქ თამადობდა ბატონ ანზორ შონია ბატონ ანზორ შონია სულ ჩივიდა კაცო ჩემ გოგოებს იცნობენო და მე არ მიცნობენ ისევ ნანა შონიას მამა იმ სამი დევიდან დღეს აი უყურეთ შონიებმა როგორ დავამტყვე თბილისობა ჩვენ აქა ვართ და ქალბატონ ნანას იქ დავალება ქონდა რაღაცა და იმიტომ ვერ წამოვიდა, მაგრამ თავისი და აქ არის. და უნდა წავიყვანდა უნდა ვაჩვენო. ეს საქართველოა გაგიზის. Полина შონია, პროსი მიკროფონი. ხი მიკროფონჩა. უშენდა თეკ გაიჩა მეურთო. ასე მაართის ხოლიკი გიჩინა. ანატოლი შონია ოჩხონო ღორო. არტ ვითოხუწანა ეწოხლე აი რესტორან უღნა მოსკოვს გენაცვალე ჯიმალებს შონიებს ვახტანგ შონია და ოთარ შონია რო გარდაიცვალა 12 კაცი გადავედით
ოტობაიაში ვახტანგი მიმდენი მოახერხა სადაა სოსო შონია იყო ჩვენთან ერთად გადასული ვიყავით იქ სუფრაზე ჩვენ დავრჩით 12 კაცი ვიყავით აქედან წასული შონიები ბატონ ანატოლის თავადობით ისეთი ყურადღებით და ისეთი ზდა იქ გაყოფილი არ ვიყავით აფხაზი შონი ბატონე ნუგზარი აი გოგო ამერიკაშიო ბატონო ამისალო გოგო ამერიკაშიო აი ნუგზარის გოგო არის იქ ამერიკაში 42 შონიაში რომელიც დღეს იქ ზაიმობენ ამლეტის გოგო არის იქ ნინო და შონიები ბევრი არიან გიორგი შონია ისე ამლეტის ბიჭი და ბევრი ისა და ალინას ხო ერთი ორი სიტყვით მოგვესალმოს ემიგრანტ შონია სპორტული მედევეცკია მარგარეტოვსკია შონია ბატონ ემიგრანტი ვაშინი მოდი დაშოდა თაქსგან დადო ჯიმალებს მარეთ მოგესალმებით საღვაგერო ფასო შონია გავალ დღევანდელ დღეს მესურვებთ ასეთი თერიგვარი შონიობა აგეტანებია სამთელად პედიერად სულ შიდობა იყოს მე და წაიკითხავთ რამოდენიმე სტრიგოს შეკრებაზე დაბატიზეთ მეც ვერ გითხარი თუ არი ვერთო ვიბრავნე დავიდრე გზელე ჩემი შორიების გვარი წამოსული ღარი ამით დავრჩებოდი ვალში ადრე მსგავსი მასშტაბის შეხვედრა ადრე მქონდა ქალაქ გალში გალის რაიონის სოფლებს შორის გამორჩეულია ოქუმი ვერთმა ქნას მოგდოლოს შეხვედრის ადგილი იყოს ქალაქის ოქუმი მსგავსი მასშტაბის შეხვედრები ისევ და ისევ შორიების გვარს გამრავლება და მსგავსი მასშტაბის შეხვედრებს განაპირობებს მშვიდობა ისევ და ისევ შორიების გვარს გამრავლება და დიდება ჩვენი ქვეყანა წირვილის კაი ხანი არ გვაქვს ომი ვერთო ჯამთელად გვიმყოფეთ ჩვენი აღესალმები ადრე პატარა ციგარი ეს საკმარისა დიდი ვარ ცერი გვარის შეკრებაზე სიხარულით მივდივარ ქართულში სასვედისებს შორის არის ისარი ტირე სევდეგი შეკრების ადგილი Eta viknes očančiri. Supra ivistis arsevoks. Oikla sivsili suruli. Vela šolija saukne socvedeni da suruli. Ahal beda poetivar. Gauhtim holod otvoz da savis. Didi ivedi vaks. გამრავლდება ჩემი გვარი დიდი იმედი მაქვს ამის ექსის სცენას დავთავრებ დავრჩეთ თქვენთან ვალში პირველი შეხვედრა სადაც მქონდა ესე იყოს ისევ გალში როიცოდეთ და უნდა ვიცოდეთ ჩვენების ამბები 1994 წელს მამამისი სრულიად ახალგაზრდა მამა ჩემთან ერთად რაღაცაეთი ორი კვირის იმით დახრიკეს ბავშვი. არა, ეს ოჯახი აგზელებს იმას და დონა ღირსეულად აგზელებს და ღირსეული ისა. იმის გარდა კაი შვილები აღუზარდა იმას.
დღეს დანიის ელჩის მოადგილე ამის სიძეა და ესე იგი დანიაში დააბეჭდინა წიგნი ქართულად გადათარგმნეს და დანიელებს ასწავლიან და ჩვენებს ასწავლიან აქ მაგრამ წიგნი ნებისმიერ იმას რო აჩუქო ოჯახს გაეხარდება ისე კარგად აქვს ამის ქალიშვილს ეს მოფიქრებული აი გულით რო აკეთებ რამეს იქ ყველაფერი ჩანს და ის ქალბატონია რომელიც მართლა იქ ყველა ტოლვილ ბავშვს რომელიც გადმოვდის დედის მაგივრობას უწევს აქეთ ის მარტო რომ მოეწყობა არაფერი არ არის ეს ბოლომდე მაბატიეთ ამ სიტყვაზე წემსავს იმას ის 4-5 წელი გვერდით უდგას იქ თუ რამე პრობლემა ეს უწყვეტს ჩვენი არჩილოვნა ამას აბა რას გვეტყვის ახალს გაიხარე და მაგდადელა მოგესალმებით ძვირფასო შონიებო ბატონებო ქალბატონებო ჩემთვის ძალიან დიდი პატივია დღეს თქვენ წინაშე ამ ჩვენ საგვარეულოს დროშასთან დგომა და მისალმება მე ძალიან აღელვებული ვარ დღეს ახალს ვერაფერს ვერ გეტყვით მე ვიცი რომ მე ვარ შონია მე ვარ არჩილის ასული იმ არჩილისა რომელმაც სხვებთან ერთად აფხაზეთს შესწირა თავი რომელიც ძალიან ახალგაზრდა ასაკში იქ დაიღუპა გალში 62 წლის ასაკში მამა აქეთ იყო გადმოსული დავრუნდა არ დატოვა ქალები არ დატოვა სამეზობლო და მე ვცდილობ მისი სახელი დღეს ღირსეულად ვატარო როგორც ერთ-ერთმა შონიამ ძალიან ახლოს ვარ გალთან მშობლიურ აფხაზეთთან ღმერთმა ქნას ფახულანის ამ დალოცვილი მიწიდან ამ დალოცვილი ადგილიდან მამა ზაქარიას ლოცვით აღვლენილებ შეგვძლებოდეს იქ მალე დაბრუნება და მალე ჩვენი ფეხი ყოფილიყო შემდგომი შეკრება ყოფილიყოს აფხაზეთში ახალს ვერაფერს გეტყვით ერთგულად ვემსახურებ სამშობლოს როგორც ძლიერი გვარის ერთ-ერთი წარმომადგენელი უღრმესი მადლობა ჩვენს წინამძღვარ სულიერ ლიდერს მამა ზაქარიას ბატონ ოთარს ჩვენს ხელმძღვანელს ლიდერს ბატონ აბესალომს რომლის მეოხებითაც დღეს აქ ბევრი შონია შეიკრიბა ბევრმა ვერ შეძლო სამწუხაროდ მობრძანება მაგრამ დარწმუნებული ვარ სული და გული ჩვენთან არიან კიდევ ერთხელ მოგესალმებით გეფერებით ყველას ღმერთმა გვამრავლოს გვაძლიეროს და სამშობლოს ჩვენი საქართველოს ადიდებლად კიდევ ერთხელ ომახიანად ისმოდეს შონიების ისეული გვარი და სახელი სიტყვას ასევე დიდი მადლობა ჩემო სასახელო შონიერება ბევრია იქ ასვლა იქ გაჩერებასაც ეს ნამდვილად ბედნიერია ყველა ჩვენისთვის რომ ამდენი ჩვენი გვარის და დარწმუნებული ვარ რომ ჩვენ უმეტესობას ათასაური კავშირი და რაღაც ისეთი სიახლოვე ვაკავშირებს და მარტო რომ ამდენი შენია ერთმანეთს ხედავთ ეს არის დიდი წყალობა მეგობრებო, კიდევ ერთხელ ფახულანიდან, სამეგრელოდან ჩვენი ხმა გავაგონოთ აფხაზებს. შონიებს გაუმართ! 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 სინაპართა გამოვლილი გზა ძნელი და შორია მაგრამ ასეთ ღირსეულად მოდის გვარი შონია უკავია მისის უთქვავი თენგურის დინება ზნეობიდან შრომით შეძლო თავის წარმოჩინება ჩვენი კერა სიყვარული ძნენით შემოსილია და შონია წამი წასვლის ღირსეული შვილია ზევ ჩვენი ეზოკარი გაბატრული აღნები მამულ შენце და მეოხარ ვლაც გაუმრავლდები შონი ტომი ქართველური ვაზის მერტი ხოხური შონია გისი ნამდვილე ლეგენდებით მორტული გაძლიერდი გაიხარე გვაროს სახელიანო უსასრულო მომავალში რათა ძლევი დიარო გაუმარჯო საშონიო საქმითა და ოცნები ერით ბერით პატარით ნატვრის
სასრიოსნები ჩვენს ხატებს და სალოცავებს რაც ნათელი ქონია მისი მადლით სულხარობდეს დიდი გვარი შონია ზევჩენი ესოკარი გავატრული აფნები მამულ შენზე და მეოხარ ვლაც გაუმრავლები შონი ტომი ქართველური ვაზის მერტით გოხური შონია ისი ნამდვილე ლეგენდებით მორტული ახალჯერ უფრო მეტი ყოფილიყავით მოვალწილ და ესე გაგვეგრძელებიეს ჩვენი ეს შეკრება ზევჩენი ესოკარი გავატრული აფნები მამულ შენზე და მეოხარ ვლაც გაუმრავლები შონი ტომი ქართველური ვაზის მერტით გოხური შონია ისი ნამდვილე ლეგენდებით მორტული Hey.